პარტნიორული ურთიერთობები ძალიან საკვანძო საკითხი არის და საკმაოდ ერთ-ერთი რთული და ჩახლართული არის ასტროლოგიურადაც, არა მხოლოდ ცხოვრებისეულად. ისე და ისე განმეორდები და ვიტყვი, რომ სამყაროში ყველაფერი იბადება, ვითარდება, აღწევს რაღაცა კონკრეტულ კულმინაციას და მერე ილევა. ანუ თითოეულ მოვლენას და თითოეულ ენერგიას, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ეს იქნება პარტნიორული ურთიერთობები თუ სხვა, ახასიათებს ანუ მსგავსი ზრდადობა, მერე გარდაცვალება, მერე ისევ რაღაც ახლდან დაბადება და ამ შემდეგ. ანუ თითოეულ მოვლენას მართავს თითოეული პლანეტა და ციკლები ასტროლოგიაში. პარტნიორულ ურთიერთობებს განსაზღვრავს ვენერას ციკლი, მზე-ვენერას 7 წლიანი ციკლი და აქვე მინდა შევეხო მზე-ვენერას 7 წლიანი ციკლს, რომ მზე-ვენერას 7 წლიანი ციკლი ზოდიაქოს წრეზე ხატავს პენტაგრამას. და ზუსტად პენტაგრამა აქედან მოდის, ეს არის ქალური სიმბოლო, ქალური ესე ვთქვათ, უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნა, ამიტომ ქალური სიმბოლო. კი, ეს არის ესე ვთქვათ 7 წლიანი ციკლი, როდესაც იბადება მაგალითად რაღაცა პარტნიორული ურთიერთობები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. 7 წლის მანძილზე მიდის ეს პროცესები, რაც დაიბადა, როგორიც დაიბადა, რა მოცემულობაშიც დაიბადა და 7 წლის მანძილზე ეს მოცემულობა მთავრდება, სრულდება, იხურება და აუცილებელი არის რომ გადავიდეთ შემდეგ 7 წლიან ციკლში, ანუ განვითარდეს. შესაბამისად, ანუ შეუძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს მერვე წელს იგივე ურთიერთობა, ან იგივე ემოციები, როგორც ჰქონდა პირველ წელს. ამბობენ ხშირად, რომ 3 წელი თუ გადალახე პარტნიორთან ერთად, შემდეგ უფრო გაგიადულდება მასთან ურთიერთობა და ეს შესაძლებელია რომ რამე იყოს კავშირში ასე. 3 წელი სატურნის ციკლია, გააჩნია ახლა აი ამ 3 წლის მანძილზე სატურნი ზოგადად ცდის ყველაფერს კარმულად. ყველაფერს მომთხოვნი პლანეტაა ჩვენი სატურნი. მითოლოგიურად მოხუცი კაცი არის სატურნი. შესაბამისად ითხოვს ბუზუნებს, დიახ, ბრძენი, მუდმივად ცდილობს რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდეთ, განვითარდეთ დისციპლინას და ამ შემდეგ. თუმცა საბოლოო ჯამში პარტნიორულ ურთიერთობებში ანუ შეუთავსებელი წყული არ არსებობს, არსებობენ რთულად შეთავსებადები და არსებობენ მარტივად შეთავსებადები. თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რთულად შეთავსებადია თუ მარტივად შეთავსებადი, მაინც მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს ციკლები თითოეულმა ადამიანმა უნდა გადალახოს. უბრალოდ ჩვენი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა ხოლმე რომ როგორც თავიდან იყო ყველაფერი ისე იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში მე-7 მე-8 თუნდაც მე-13 წელს, ეს არის შეუძლებელი, რადგან სამყარო ყოველდღიურად ჩვენგან ითხოვს განვითარებას და განვითარებას ითხოვს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე სხვადასხვა. შესაბამისად, აქაც ითხოვს, რომ გადავიდეს სხვა ეტაპზე, ურთიერთობა ისეთი ვეღარ იქნება მე-8 წელს ფიზიკურად, როგორც იყო პირველ წელს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, ბუნებრივი კანონზომიერება, რომელსაც წინ ვერავინ ვერ აღუდგება და ზუსტად ეს არის ხოლმე, როცა ვერ გადადიან ამ ახალ ეტაპზე წყვილები. უკვე ხდება ხოლმე მანდ უკვე ნგრევა ურთიერთობების. თავიდან უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვა შევინარჩუნოთ თუნდაც ის ძველი იდილია და ისეთი კარგი პარტნიორული ურთიერთობა. პირველ რიგში ნებისმიერი ადამიანისთვის პარტნიორი არის მასწავლებელი და ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთის მასწავლებლები. ადამიანები ერთმანეთის გარეშე ვერ ვისწავლდით ვერაფერს. ამიტომ აქაც არსებობს განვითარების დონეები პარტნიორულ ურთიერთობებში. ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ეს ყველაზე პრიმიტიულ დონედ და პირველი დონე, ანუ დაბალი დონე გულისხმობს იმას, რომ როდესაც ორი ადამიანი არის ერთმანეთის მასწავლებელი, ამ შემთხვევაში ორი ადამიანი ერთმანეთისკენ ქარჩავს საბანს. შესაბამისად, აქ აუცილებელი არის, რომ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პარტნიორს ვიზიდავთ რადიკალურად განსხვავებულს, ის რაც ჩვენში უნდა იყოს და არ არის, და შესაბამისად ის რაც ჩვენშია, არ არის პარტნიორში. აქედან გამომდინარე, პარტნიორულ ურთიერთობებში დაბალ დონეზე ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, არა ჩემი არის სწორი, არა შენი არის სწორი და არა მე როგორც ვამბობ ესია და არა მე როგორც ვამბობ ისია. ამ დაბალ დონეზე ორი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, უნადგურებენ ერთმანეთს სამყაროს და ორივე ძალადობრივად ცდილობს, რომ თავისი სამყარო შეიტანოს მეორე ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ მაღალ დონეზე, მაღალ განვითარებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ მე მაქვს უნიკალური ხედვა, რომელი ხედვაც არის აბსოლუტურად შენგან განსხვავებული შესაძლოა, მაგრამ შენ ამას იღებ, იზიარებ და შემოდიხარ ჩემ სამყაროში და იღებ იმ კომპონენტს, რომელი კომპონენტი შენში არ არის, ანუ მე განახებ სხვა მხრიდან რაღაცას, დიახ, ავსებს და მეორე პარტნიორს აკეთებს იგივეს, რომ კი, შეიძლება ეს ჩემთვის უცხოა, შეიძლება ეს ჩემთვის მიუღებელია რაღაც დონეზე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს შენთვის არის რეალური
სამყარო, ეს შენთვის არის ჩვეულებრივი მოცემულობა, არაფერი საგანგაშო და ვიღებ ამ მოცემულობას და შენც იღებ ჩემ მოცემულობას. ანუ ერთმანეთს არ ვებრძვით, ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთსგან ვიღებთ იმას, რაც არ ვიცით, ვსწავლობთ. საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის შესრულება, ურთულესი და ჩვენ ხათი აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში, რომ ანუ აღმოსავლეთში, ანუ კონკრეტულად ინდოეთში ქორწილი არ შედგება ისე, თუ მაგალითად არ დაემთხვა შეთავსებადობა არ დაემთხვა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით წყვილს. რამდენად ყურადსაღებია ის, რომ თუ სანამ დავიწყებთ ადამიანთან ურთიერთობას, მივაქციოთ მის ზოდიაქოს ნიშანს ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანს ბევრად უფრო სიღრმისეულად კარმის დონეზე შეგვიძლია რომ გავაანალიზოთ, ანუ ორი ადამიანის შეთავსება. Რა თქმა უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არ ხდება იმისთვის, რომ ვაიმე ახლა თუ არ ვეთავსები, წავიდე და გავიქცე და ანუ არ მექნება ხო ურთიერთობა. Რა თქმა უნდა ეს რეალობა საცდენილია, ანუ მსგავს დამოკიდებულება. უბრალოდ ეს გვაძლევს ჩვენ ინფორმაციას, რომ სად გვაქვს სუსტი წერტილი წყვილს, სად გვაქვს ძლიერი მხარე, რა არის დასამუშავებელი, სად გვექნება პრობლემა და შესაბამისად ანუ წინასწარ გაფრთხილებული ადამიანი, შეიარაღებული ადამიანი და აქედან გამომდინარე ასტროლოგიას ვიყენებთ და არა მაგალითად ის რომ აი რაღაცა ვერ ვეთავსებით და მორჩა თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ინტერნეტში არის ზღვა მასალა და არსებობს სპეციალური წიგნები და ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ აი მაგალითად ყურო და სასწორი და იქ რაღაცები ამოვიკითხოთ. რამდენად უნდა დავეყნოთ ამ ინფორმაციას? შესაძლებელია ჯობია რომ ასტროლოგთან გავიაროთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა სინესტრია გავაკეთოთ. ესეთი კლასიკური შეთავსებები, ანუ ზოდიაქოს ნიშნებით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მუშაობს და ენერგეტიკული თვალსაზრისით უდიდესი გავლენა აქვს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი იქიდან გამომდინარე ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდუალურად და ყველა ზოდიაქოს ნიშანი ერთნაირი არ არის დამეთანხმებით. მაინც უფრო ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, სიღრმისეულია, უფრო დეტალურია, უფრო ზუსტია და უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს. ნებისმიერი ასპექტი შეგვიძლია რომ ნახოთ აი ამ შეთავსებაში, თუმცა აქაც რა თქმა უნდა არსებობს უფრო რთულად შეთავსებადი წყვილები, უფრო მარტივად შეთავსებადი წყვილები, არსებობს ასევე საერთოდ სულ ერთ წრეზე უტრიალებენ და აი მაგალითად რომელი ზოდიაქოს ნიშნების ტრიალებენ სულ ერთ წრეზე, ალბათ ჩვენს მოყოლებას ძალიან აინტერესებს უკვე კონკრეტიკა. გადავიდეთ მაშინ ზოდიაქოს ნიშნებს და თითოეული ზოდიაქოს ნიშნების მოკლედ აი ვის უფრო ვინ შეფერება